ერთადერთი რაღაც ხრას მუშაობს ამ ტიპის რეჟიმებთან, ეს არის ხისტი დამოკიდებულება მათი ნებისმიერი უკანონო ნაბიჯის მიმართ. და ამ პირობებში, როცა ციხეში ყავთ პოლიტიკური ნიშნით გამოკეტილი სტუდენტები, ექიმები, ჟურნალისტები, მსახიობები და ახლა უკვე მთელი რაღაცა ქრონიკა იწყება პოლიტიკოსების დაკავების, მე ვფიქრობ, რომ აქეთ ამ ხარისაც აჩენს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობებს, მათ შორის მორალური დილემის წინაშე აყენებს ოპოზიციურ სპექტრს მომავალ დაგეგმილ ივანიშვილის 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან, არჩევნების კონტექსტშიც, იმიტომ რომ აქ უკვე აღარ არის მხოლოდ რაღაცა პრაგმატული და რაციონალური მდგენელი, არამედ შემოდის მათ შორის მორალური კონტექსტიც ამ საკითხის, როცა ფაქტობრივად ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში ვნახავთ, რომ ერთ-ერთი პარტიის თუ კოალიციის ყველა ლიდერს უპირებენ ციხეში ჩასმას, ეს არის ივანიშვილის გეგმა, მათი კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები როგორ აპირებენ ამ ფონზე გაუგებარ რაღაცა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ივანიშვილის ანტურაჟად. საინტერესოა, თუკი პროცესი ამ ტენდენციით გაგრძელდა, პოლიტიკურ პარტიებს თუკი ლიდერები ყველა საპატიმროში ეყოლება, საინტერესოა ისინი ფიზიკურად როგორ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობა. მათ შორის მორალურთან ერთად ეს ჩატარება, ხო, ამას სამხრივაც არის საინტერესო. მათ შორის ფაქტობრივად რეჟიმის გულისხმობს იმას, რომ 4 ნომბრის კოალიციას ფაქტობრივად ართმევენ სურვილი არსებობდეს ამ ტიპის არჩევნებში ასპარეზობის საშუალებას. ამ დრომდე 50-ზე მეტი პატიმარი ჰყავს ქართულ ოცნებას და ეს სხვა ფაქტორებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რის გამოც ოცნების ლიდერები არიან დასანქცირებულები, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები აწყობილია, რა თქმა უნდა, ძალადობებზე, თუმცა მათ შორის ასევე აქცენტი გაკეთებულია პატიმრების არსებობაზე და ამას ახლა პოლიტიკოსების ამ სიას რომ ემატება პოლიტიკოსები, ეს იქნება ქართული ოცნებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მათ შორის საგარეო წნეხის თვალსაზრისით, საგარეო რეაქციის კონტექსტში, იმიტომ რომ როცა პოლიტიკოსები სხედან ციხეში პოლიტიკურ ნიშნით, ეს კიდევ უფრო სხვა რაღაცას ნიშნავს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მით უმეტეს როცა ესე კამპანიურად, კასკადურად ცდილობენ რომ გამოკეტონ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში სრულიად აბსურდული და გამოგონილი ბრალდებებით, ხო? აწყობილია იქეთკენ რომ სანქციები პირიქით მოიხსნას თუნდაც შტატების მხრიდან სანქციებს თავი დააღწიოს. მე მგონია რომ უბრალოდ ამ შემთხვევაში რომ თვითონ არის ახლა. ამ შემთხვევაში კი თვითონ მოიქცია ივანიშვილმა საკუთარ თავი კუთხეში, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ ჰქონდა დარჩენილი ამ კომისიის ფარგლებში. თავიდანვე განზრახვა ხო ამ კომისიის იყო ის, რომ ერთი მხრივ რაღაცა ნაცმოძრაობის მტრის სახეხატი გაეცოცხლებინათ და ისევ აი ამ რეჟიმში გადაიყვანათ საზოგადოება და მუდმივად ნახულობის თემა ყოფილიყო 15 და 20 წლის წინ დაშვებული შეცდომები თუ ჩადენილი დანაშაულები და ნაწილი მათგანი საერთოდ უბრალოდ კრიტიკასაც ვერ უძლებს იმდენად აბსურდულ სიღრმეებში შედიან, მაგრამ მეორე მიზანი, რასაც წარმოადგენდა ისახავდა ეს კომისია, იყო მოქმედი პოლიტიკური ლიდერების თლად განეიტრალება თუ არა, ყოველ შემთხვევაში მორალურად მათი გასვრა და ჩვენ ნახეთ, რომ ფაქტობრივად ნაცმოძრაობის ლიდერების გარდა ამ კომისიის სხდომაზე იყო ყველა დანარჩენი მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებიდან ლიდერები დაბარებული. ხა ნაცმოძრაობის საქმიანობის ხელისუფლების დროინდელი საქმიანობის შემსწავლელ კომისიას რომ დაარქმევდა იქ პირველ რიგში აუძახი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა ჯაფარიძეს, მელიას თუნდაც, რომელიც მას შემდგომ 2012 წლის შემდგომ შემოვიდა პოლიტიკაში, გახარიას იგივე, ეს ხო უკვე ცხადყოფს სინამდვილეში აი ამ კომისიის რეალურ ეგრეთ წოდებული კომისიის რეალურ მიზნებს და თავად აი ამ კომისიას გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას, თვითონ აი ეს კომისია არის თავის თავშივე საზოგადოებას უნდა ესმოდეს არაკანონიერი კონკრეტული პროცედურების დარღვევიდან გამომდინარე, შესაბამისად სრულიად უკანონო არის ნებისმიერი ამ პოლიტიკოსის არა მხოლოდ პატიმრობა, არამედ ნებისმიერ სანქცია, რომელიც ამ წუთის მოცემულობით არის მათთვის დაწესებული, მათ შორის გირავ.